ეს არის ილია თოფურიას ყველაზე სამოტივაციო ვიდეო, რომელიც კი ოდესღაც მომისმენია. ის საუბრობს თავის გამდვილ გზაზე, როგორ გახდა ჩემპიონი და ასეთი უმაგრესი ადამიანი. იქამდე კი შეგახსენებთ, რომ ამ გადაცემის სპონსორი არის Burger Paradise, ყველაზე მაგარი ბურგერი მსოფლიოში, რომელსაც დღესდღეობით აქვს 95%-იანი ფასდაკლება. Ჩაწერეთ ნებისმიერ გამოძახების სერვისში Burger Paradise, ამოირჩიეთ ყველაზე გემრიელი ბურგერი და დათქმით. ასევე სასიამოვნო სიახლე მაქვს, დღეიდან ჩემი გადაცემის სპონსორი არის Global Auto Import-ი, კომპანია, რომელსაც დიდი ხანია ვაკვირდები, ვიცი რომ მათ ძალიან დაბალი ფასები აქვს და ძალიან მაგარი მანქანები ჩამოყავთ. მოკლედ ძალიან გამიხარდა, რომ ეს კომპანია შემოვიდა სპონსორობაში და ჩვენ წინ ძალიან საინტერესო კოლაბორაციები და შემოთავაზებები გვექნება, გათამაშებები შეიძლება იყოს, ასე რომ დარჩით ჩემ არხზე, ჩვენ კიდევ ვაგრძელებთ. დღეს ჩვენთვის დიდი პატივია უმასპინძლოთ სუპერ სტუმარს, რომელსაც ქვია დონ ილია თოფურია. UFC-ის მსოფლიო ჩემპიონი მსუბუქ და ქვემსუბუქ ზონაში. მინდა აღვნიშნო, რომ ის პირველი და ერთადერთი ორმაგი ჩემპიონია, რომელმაც ეს დაუმარცხებლად შეძლო. ეს უბრალო ამბავი არ არის, 17 ბრძოლა და 17 გამარჯვება, გილოცავ. დიდი მადლობა. ორი დღეა ვფიქრობ რითი დამეწყო და ვფიქრობ კითხვა, რომელიც ყველაზე მეტად მინდა დაგისვა, ესაა როგორია დღეს თავს ილია თოფურიად გრძნობდე. სიმართლე გითხრა, თავს დალოცვილად გრძნობ, მადლიერი ვარ იმ მდგომარეობისთვის, რომელშიც ეხლა ვარ და იმ გამოცდილებისთვის, რასაც ეხლა გავდივარ. სინამდვილეში ამ ყველაფერს წინასწარ წარმოვიდგენდი ხოლმე. ხშირად მეკითხებიან დღევანდელ მდგომარეობას, ზუსტად ასე წარმოვიდგენდიო? დიახ, მაგრამ არ მეგონა თუ ყველაფერი ასე სიღრმისეულად იქნებოდა. არ მეგონა თუ ამ ყველაფერს ასე დეტალებში ვიგრძნობდი. მჯერა რომ ცხოვრებაში ხანდახან გვაქვს გაწერილი სცენარი, მაგრამ მერე ჩნდება განშტოებები, რომლებიც ქმნიან ამ მოულოდნელობის ეფექტს. და სწორედ ეს მომენტებია ყველაზე სასიამოვნო. გამო ღირს ცხოვრება, რაც დღემდე გადამიტანია, ყველაფრისთვის ძალიან მადლიერი ვარ. ჩემს ცხოვრებაში იყო ქარიშხალიც, დიდების და წარმატების მომენტების და რა თქმა უნდა დაცემაც, მაგრამ მადლიერი ვარ თითოეული წამის, რადგან საბოლოო ჯამში სწორედ ამ მომენტებმა ჩამომაყალიბეს როგორც პიროვნება. ხო და შენ ეს ყველაფერი დაიმსახურე პირდაპირ სიტყვის მნიშვნელობით. თუ წინააღმდეგი არ იქნები, ცოტა წარსულს დაუბრუნდეთ. შენ ხომ დაცვაში მუშაობდი. ხო და როგორ გახდი ჩემპიონი? ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც ძმასთან ერთად ჩამოვედი ესპანეთში. ჩვენი მშობლები უკვე აქ ცხოვრობდნენ. თუ როგორ ჩამოვედი აქ და რა იყო მანამდე, მთელი ისტორია. ჩვენ უბრალო მოკრძალებული ოჯახიდან ვართ. სიყვარული არასდროს გვაკლდა, ოჯახში ძალიან კარგი და ჯანსაღი ურთიერთობები ჰქონდა. მაგრამ აი ფულთან დაკავშირებით, ასე ვთქვათ, ყველაფერი ხელმოჭერით იყო. ასე რომ ყველას გვიწევდა მუშაობა და წვალება, რომ ქონოდა ყველაფერი, რისი გაკეთება ცხოვრებაში გვინდოდა. ყველაფერი დაიწყო ალიკანტეს პლიაჟზე მუშაობით. მე და ჩემი ძმა ვათრევდით შეზლონგებს და ვჭიმავდით ჰამაკებს. მაგ დროს ორივე ვარჯიშობდით და გამოვდიოდით შეჯიბრებზე. ამისათვის კი ფული იყო საჭირო, რადგან გვიწევდა გამოსვლა სხვადასხვა ქალაქებში და ქვეყნებში. მაგ პერიოდში ჩათვალეთ უკვე პროფესიონალურად ვარჯიშობდი, როდესაც ტოპ დონის ტურნირებზე გამოდიხარ, ბოლომდე უნდა დაიხარჯო, აჩვენო მაქსიმუმი და თან ფიზიკურად იმუშაო. კი, რთული იყო, მაგრამ ამავე დროს ძალიან საინტერესო და სახალისოც. ფიქრობ, ცხოვრება ერთგვარ გამოცდებს გვიწყობს და სწორედ ასეთ მომენტებში ხდება ნათელი თუ რომელ კატეგორიის ადამიანებს მიეკუთვნები. მე ყოველთვის ვიძახდი, რომ ორი ტიპის ადამიანები არსებობენ. პირველი ტიპი დინებას მიყვება და ფიქრობს მოხდეს ის, რაც მოსახდენია, მეორე ტიპი კი თვითონ ქმნის თავის მომავალს. მე ყოველთვის ვცდილობდი თავად მემართა ჩემი ცხოვრება. ანუ შენ თვლი, რომ იმ წარმატებისთვის, რომელსაც მიაღწიე, ეს ძალისხმევა აუცილებელი იყო. რა თქმა უნდა, ცხოვრებაში აუცილებელია სირთულეები, რომ გამოავლინო შენი მაქსიმუმი. მზიან დღეებში ვერ ხვდები, როდისაა საჭირო ნამდვილი ვაჟკაცობა და სიმამაცე. არავინ გამოწმებს, რამდენად ძლიერი ხარ, ხო ხვდები? თუ შენი გზა ვარდებით არის მოფენილი, საერთოდ რისთვის უნდა დაიზაბო? ამიტომ ყოველთვის, როცა ჩემს ცხოვრებაში რთული პერიოდი ან მორიგი ქარიშხალი დგება, ამას აღვიქვავ როგორც გაკვეთილს, რომელიც გამხდის უფრო უკეთეს და საბოლოოდ ყოველთვის ასეც ხდება. არადა შენი ქარიშხლები სუსტი ნამდვილად არ იყო. ცხოვრობდი ისეთ ქვეყანაში, სადაც ომი იყო, მშობლები სამუშაოს ძებნით ემიგრაციაში წავიდნენ და შენ და ალექსანდრეს ალბათ შეგრძნება ჰქონდათ. სად არიან ისინი? ჩემი ორი დაც ჩვენთან იყო. ხო, და ორი დაც. მესმის რომ ბავშვებისთვის ასეთ დროს სამყარო თითქოს თავზე ენგრევა. როგორ გავუმკლავდი ამ ქაოსს? პირველ რიგში იმას ვიტყვი, რომ მიუხედავად იმისა, რომ მშობლები წავიდნენ, ჩვენ თავი მიტოვებულად არასდროს გვიგრძნია. პირიქით, მათ ისეთი შეგრძნება დაგვიტოვეს, თითქოს ჩვენ ოჯახური საერთო გეგმის ნაწილი ვიყავით. გეგმისა, რომელიც ეხებოდა უკეთეს მომავალს, როგორც მათთვის, ისევე ჩვენთვის. როცა ისინი წავიდნენ, ჩვენ მუდმივ კავშირზე ვიყავით, მაგრამ სიმართლე ის არის, რომ როცა 8 ან 9 წლის ხარ, შენი გმირები, შენი მშობლები არიან და როცა მათ გვერდით ყოფნას ვერ გრძნობ ფიზიკურად, ეს რთულია. მით უმეტეს ომის დროს ეს ყველაზე დაუცველი მომენტია, რაც კი ადამიანმა შეიძლება გადაიტანოს, იმიტომ რომ სრულ ქაოსში
ახლოსში ხარ. არც პური გაქვს, არც წყალი, ქუჩებში უბედურება და მწუხარება. ყველა ცხოვრობს შიშით და აი ასეთ სიტუაციაში გვერდით შენი გმირები არ არიან. ეს მართლა ძნელია. მაგრამ ამავე დროს ეს ის მომენტია, რომელიც გაიძულებს დროზე ადრე გაიზარდო და დავაშკაცდე. დარწმუნებული ვარ, რომ იმ განსაცდელმა, რაც გამოვიარეთ, მოგვცა ის ცოდნა და სიმწიფე, რომელიც მოგვიანებით დამეხმარა სირთულეებთან გამკლავებაში და ცხოვრების სულ სხვანაირ აღქმაში. და რას გრძნობ, როცა 15-16 წლის ასაკში სპორტ დარბაზში შედიხარ, არც მენეჯერი ყავს, არც მწვრთნელი? ამ დროს რა გაიძულებს, რომ დარბაზში თავ დაუზოგავი შრომა გააგრძელო? საკუთარი თავის მიმართ ყოველთვის ვიყავი რეალისტი, მესმოდა იმისათვის, რომ ვინმე მართლა ყურადღება მომაქციოს, უნდა გამოვირჩეოდე. გამორჩევისთვის კი უზარმაზარი შრომის ჩადებაა საჭირო. დღითი დღე უნდა ხვეწავდე შენს უნარებს და ცოდნას. ნებისმიერ სხვა ბიჭზე უკეთესი უნდა გამხდარიყავი, ვინც ჩემს გვერდით იდგა. ყველასგან განსხვავებით მე და ჩემი ძმა გამოვირჩეოდით ჩვენი სტაბილურობით, დისციპლინითა და წინსვლის გიჟური სურვილით. ახლა რომ წახვიდე და იმ ხალხს კითხო, ვინც ბავშვობაში ჩვენს გვერდში იყო, ყველა გეტყვის, რომ ჩემში განსაკუთრებული არაფერი ყოფილა. ეხლა რა თქმა უნდა ამბობენ, კი შენ ყოველთვის გამორჩეული იყავიო, მაგრამ მე ამას სხვანაირად განვიცდიდი. არასდროს მიგზნია თავი რჩეულად. 10 ბავშვი რომ დაგეყენებინა, მე რიგში მე-7 ან მე-6 ვიქნებოდი, ის ვისაც ზედ არავინ უყურებს. იცი, ზოგიერთი მაშინ კმაყოფილდებოდა ნიჭით, ვიღაცა შეჯიბრს მოიგებდა და დუნდებოდა. მე კი ყოველთვის მინდოდა მეტი და მეტი, ყოველ დალოცვილ დღეს თავს ვიკლავდი შრომით. ვიცოდი თუ სწორად მოვახდენდი ფოკუსირებას იმ ანბანზე, რომელიც ჩემს სპორტშია საჭირო, ყველაფერი გამოვა. ყოველთვის ვიძახი, თუ სპორტში წარმატება გინდა, იქ თავისი ანბანია, თუ ფულის შოვნა გინდა, ამისათვისაც თავისი ანბანი არსებობს. რასაც არ უნდა აკეთებდე, ყველგან არის საბაზისო საფუძველი. ჯერ ეს ანბანი უნდა ისწავლო სრულფასოვნად და აი ამის მერე იწყებ ასოების სიტყვებად გადაქცევას, მერე სიტყვებს აქცევ ფრაზებად, ფრაზებს კი მთლიან წინადადებებად. პირადად მე ზუსტად ასე დამემართა. სულ იმაზე ვიყავი ჩაციკლული, რომ ჩემი ტექნიკა მაქსიმალურად დამეხვეწა და ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ არ დადგა დღე, როცა სხვების ფონზე მართლა გავხდი გამორჩეული. დარწმუნებული ვარ, რომ შენს პირველ ბრძოლებს გადავხედოთ, იქაც გამოჩნდებოდა, რომ გამორჩეული ხარ. შენ თავდაბლობა კი პატივსაცემია. შენი სპორტი ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი სპორტია. არის მძიმე დღეები, რთული მომენტები, როცა ვარჯიშის მელე მთელი სხეული გტკივა. რას ეუბნები შენს თავს, როცა მარტო რჩები? ვფიქრობ, რომ ჩემს სპორტში, ასევე როგორც სხვა ნებისმიერ საქმეში, ყველაზე რთული კუნთების ტკივილი და ფიზიკური ტანჯვა კი არ არის. ყველაზე მძიმე არის გზაში мотиваციის დაკარგვა და გაურკვევლობა, როცა არ იცი სწორ გზაზე გდგახარ თუ არა, სწორი არჩევანი გააკეთე თუ პირიქით. შიგნიდან ბევრი ეჭვი გიტევს და ფიქრობ, საერთოდ იმას ვაკეთებ, რაც საჭიროა. ბრმად რწმენა, აი ეს ფასობს მართლა ძვირად. ყველაზე რთული არის დარბაზში მისვლა მიუხედავად იმისა, თუ რას გრძნობ. როცა ყოველ დალოცვილ დღეს მიდიხარ დარბაზში, სულ ერთია წვიმს, ქარიშხალია, ხასიათზე არ ხარ, არამედ ტკივა. შენ მაინც იქ ხარ. სწორედ ეს ქმნის საბოლოო სხვაობას შენსა და სხვებს შორის. იცი, დამოკიდებულებისგან გამოჯამრთელებისას, რითიც მე ვარ დაკავებული, თავიდან ყველაფერი ქცევისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარზე აგებული. ქცევა ერთადერთი რამ არის, რასაც რეალურად ვაკონტროლებთ. ამიტომ მუშაობთ იმაზე, რომ ემოციებსა და ფიქრებს არ ავყვეთ, არამედ გავაკეთოთ ფოკუსირება მოქმედებაზე. გეთანხმები, აი რატო ვამბობ ხოლმე, ცარიელი თავი ყოველთვის იზიდავს დამოკიდებულებებს, ცუდ ჩვევებს და 1000 გვარ ნაგავს. ამიტომ სულ ვცდილობ ვიყო დაკავებული, მნიშვნელობა არ აქვს რითი, ვარჯიში, წიგნების კითხვით, თუ ნებისმიერი სხვა აქტივობით. თავარია სულ საქმეში იყო და არ იჯდე და ფიქრობდე, რა გავაკეთო. მოწყენილობაში და სევდაში თითქოს იძირები და ამის შევსება რაღაცას ხვით გინდა. ხალხს ხომ უბრალოდ დოფამინის მოზღვავება სჭირდება, რომ თავი კარგად იგრძნონ აქ და ეხლა. ადამიანების უმეტესობას ცხოვრებაში ნამდვილი ემოციები აკლია, მაგრამ შეუძლებელია ძლიერი ემოცია მიიღო თუ მანამდე უზარმაზარი შრომა არ ჩადე. მხოლოდ ძალისხმევის მერე იწყებ ფერადი ცხოვრებით ცხოვრებას. შენ ახალგაზრდებისთვის მაგალითი ხარ. შენი აქ ყოფნა ფასდაუდებელია, იმიტომ რომ გისმენენ და მათთვის ხარ ორიენტირი. 15 წლის ბიჭმა შეიძლება არ იცოდეს რა უყოს თავის ცხოვრებას, მაგრამ თუ ილიას ფილოსოფიას გაჰყვება, ეს მის ცხოვრებას სტრუქტურირებულს გახდის. ამის დიდი იმედი მაქვს, რადგან ეს იყო ყოველთვის ჩემი ერთ-ერთი მიზანი. უბრალოდ წარმატებისთვის კი არ მიმეღწია, არამედ მიმეცა мотиваცია მომავალი თაობებისთვის და დღევანდელებისთვისაც. როგორც მამა ჩემი ამბობს, სხვების შთაგონების ერთ-ერთი გზა არის შენ თვითონ იყო მაგალითი. კი ნამდვილად კარგი მაგალითი ხარ, თან ხარ მშობელი, ეს არ მიხსენებია, ბიჭი და გოგო გყავს, ისევე როგორც მე. როცა სამსახურში გვიანობამდე მუშაობ, იმაზე ვფიქრობ, რომ ჩემი კვალი დავტოვო, ჩემი წვლილი შევიტანო სამყაროს უკეთესობისთვის. მათ ვინც ჩვენს მერე მოდის, ბევრი გამოწვევა აქვთ, განჯეტები, 1000 გვარი ნივთიერებები და ასეთი საქციელით, როგორიც არის შენი აქ მოსვლა, შენ მათ აძლევ მაგალითს.
ვფიქრობ, ყველა ეპოქას თავისი სირთულეები აქვს. ჩვენ დროსაც იყო შეიძლება განჯეტების გარეშე, მაგრამ სხვა ცნუებები ქონდა. დამიჯერეთ, ცნუნება ყოველთვის იქნება. მიზეზები ადამიანს არასდროს გამოელევა. მაგრამ ვისაც მართლა უნდა საზოგადოებას გამოადგეს და მართლა რამეს მიაღწიოს, მას აქვს ის ფარული უნარი, რომელიც დაეხმარება საკუთარი თავიდან ისეთი სიმამაცე და ვაჟკაცობა ამოიღოს, რომლის არსებობაზე თვითონაც არ იცოდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ხაზი უნდა გაუსვათ, გჯეროდეს იმის, რაც ჯერ არ მომხდარა. რწმენა თამაშობს აქ როლს, ხო ასეა? რწმენა? ამას სულ ვიმეორებ. ერთხელ მითხრეს და მეხსიერებაში ჩამებეჭდა. რწმენა და შიშს ბევრი საერთო აქვს. შიში რწმენას გაშორებს, ხოლო ის, რასაც ეჭიდები და რისის გულწრფელად გჯერა, შიშს დაგავიწყებს. რწმენაც და შიშიც იმის დაჯერებას გთხოვს, რაც არასდროს გვინახია. შენ გაქვს არჩევანი დაიჯერო, ის, რაც შენ პოტენციალს კლავს, თუ ის, რაც მას ზრდის. მე ყოველთვის ვირჩევ იმ ფიქრებს, რომლებიც მაძლიერებენ და მაბედნიერებენ. რა როლს თამაშობს შენი უფროსი ძმა შენს კარიერასა და ცხოვრებაში? ჩემი ძმა ბავშვობიდან განსაკუთრებული კავშირი გვაქვს. ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია ჩემს ცხოვრებაში, თუ ყველაზე მნიშვნელოვანი არა. ყოველ გადამწყვეტ მომენტში ვაცნობიერებ, რამდენად ძვირფასია ალექსანდრე ჩემთვის. ის ჩემთვის ყველაფერია. მისგან ძალიან ბევრი რამე ვისწავლე, ის ჩემი იმპულსია, ნამდვილი საყრდენი. რას ეტყოდი 14 წლის ილიას? სინამდვილეში სათქმელი ბევრი არაფერი მაქვს, იმიტომ რომ სწორედ იმ 14 წლის ილიამ მომიყვანა აქ. სულ ვიძახი რომ სადაც დღეს ვართ, ეს ჩვენი წარსული ფიქრებისა და ნაბიჯების შედეგია. გონია რომ ის ბიჭი სწორედ აზროვნებდა და სწორ ნაბიჯებს დგამდა. ერთადერთი რასაც ყურში ვეტყოდი ისაა, რომ ზოგ მომენტში იმაზე მეტი ვინერვიულე, ვიდრე საჭირო იყო. ვურჩევდი რომ ასე ძალიან არ დაეთრგუნა თავი, თითოეული მომენტით დამტკბარიყო და ხსომებოდა, რომ ყველაფერი გაივლის. ამას წინათ პრესკონფერენციაზე ბულინგზე ლაპარაკობდი. ბავშვობაში თუ შეხები ხარ ამას? ნუ იცით როგორაა, ჩვენ საქართველოში ვცხოვრობდით, იქ დავდიოდით სკოლაში, ვისაც ჩვენი ქვეყნის კულტურა ესმის იცის, იქ მკაცრი გარემოა. სკოლაში ბიჭებს შორის სულ ჩხუბი და ამბები იყო. ხშირად გიწევდა საკუთარი თავის დასაცავად კბილების ჩვენება. როცა პატარა ხარ, ბოლომდე ვერ ხვდები რა არის სწორი და რა არა. როგორ დაიცვა თავი, ვისთან მიხვიდე. ბავშვობიდან მე სპორტი მიზიდავდა და არ მიყვარდა ქუჩური გარჩევები. ბევრი სტერეოტიპით მსჯელობს და თუ MMA-ს მებრძოლი ხარ, ესე იგი აგრესიული ხარ. პირიქით, მე არ მიყვარდა ქუჩაში ჩხუბი, მაგრამ სამწუხაროდ ხანდახან მაინც გიწევს ესეთ სიტუაციებში ჩავარდა. და იცით რა? კი, შიშს გრძნობდი. მე შინოდა როცა დასვენებაზე უფროს კლასელები ხურდების წართმევას მიპირებდნენ ან მამცირებდნენ. ყველა ხომ ყოლია კლასში გოგო, რომელიც მოგწონდა. და ამ დაცვინის გამო თავს არასრულფასოვნად გრძნობ. შენს პატარა სამყაროში ეს უზარმაზარ სევდას ბადებს. საკუთარ თავზე ცუდი წარმოდგენა გიჩნდება, გონია რომ ვაჟკაცობა გაკლია. ეს იქამდე გრძელდება, სანამ ამაზე საუბარს არ იწყებ. მე ხშირად უყებოდი ჩემ პრობლემების შესახებ ჩემს ახლობლებს. ვთვლი რომ ჩემი ერთ-ერთი ძლიერი მხარე ისაა, რომ არასდროს მე შინოდა ახლობელ და სანდო ადამიანებთან ჩემი სისუსტეების აღიარება. არის მომენტები, როცა ჩვენ თვითონ პასუხები არ გვაქვს და უნდა ვილაპარაკოთ, უნდა გაუზიაროთ ჩვენი ამბავი სხვას. ამ გახსნილობაშია თვითგანვითარების სილამაზე. ჩვენთვის ეს არავის უსწავლებია, აუცილებლად გჭირდება ადამიანი, რომელიც მხარს დაგვიჭერს. დახმარების თხოვნა უნდა შეგვეძლოს, ეს ხომ ასე მარტივია, მიხვდე რომ გარკვეულ მომენტში მხარდაჭერა გჭირდება, ხო ასეა? რა თქმა უნდა, უბრალოდ დღევანდელ საზოგადოებაში და ადრეც რატომაა მიჩნეული, რომ დახმარების თხოვნა თითქოს შენი სისუსტეა. თითქოს ეს კაცური საქციელი არ არის, ეს ყველაფერი პირიქით არის. ყოველთვის როცა რამე მჭირდებოდა, დახმარებას ვითხოვდი. ათასობით მაგალითის ჩვენება შემიძლია. ცხოვრების გადამწყვეტ მომენტებში დახმარება რომ არ მეთხოვა, ახლა აქ არ ვიქნებოდი. ბევრჯერ მithოვია ფინანსური დახმარება, რჩევა, ემოციური, სულიერი ან ფიზიკური მხარდაჭერა. ხალხს გონია რომ ეს სისუსტეს ნიშნავს, მაგრამ ზუსტად რომ ჩუმად ყოფნა ნიშნავს სისუსტეს. ცხოვრებაში ყველაზე დიდ შეცდომას მაშინ როდესაც ვთვლი რომ ყველაფერი იცი და არავისი დახმარება არ გჭირდება. არავინ იბადება ყველაფრის მცოდნე, რაც მეც ვიგებ, მით უფრო ხვდები რომ არაფერი ვიცი და კიდევ რამდენი მაქვს გამოსაკლევი ამ სამყაროში. ეს გასაოცარია. ცუდი გადაწყვეტილებები, შენი მეტოქე რომ იყოს ოქტაგონზე, როგორ შეებრძოლებოდი? ჯერ უნდა ვაღიაროთ რომ იდეალურები არ ვართ, ყველა ცდება, მაგრამ სანამ ცოცხალი და ჯანმრთელი ხარ, ჯერ კიდევ გააქვს შანსი. დამიჯერე ყოველთვის გაქვს შანსი მოაბრუნო ნავი და მეორე მხარეს გაცურო. ისწავლო ცხოვრება საკუთარ შეცდომებზე. ეს თქვენი გადაწყვეტილებაა, მაშინაც კი თუ გონიათ რომ ორმოში ან თუნდაც სამარეში ხართ, მე ყოველთვის მჯერა მეორე შანსის. იცით 100%-ით იმაში ვარ დარწმუნებული, თუ ვინმეს მართლა სურს ცხოვრება შეცვალოს, ის არ ელოდება ორშაბათს და მომენტალურად იღებს გადაწყვეტილებას. თუ რამე მართლა გინდა, შენი ორშაბათი ეს მომენტია.
ეხლა ასე არ ხდება. დღეს კიდევ დავლევ, მოუწევ, შევჭამავნე რაღაცეებს, ხვალიდან კი ყველაფერი შეიცვლება. არა, თუ რამე გულით გინდა, მუშაობა იმ წამსვე უნდა დაიწყო. და ეს იმას არ ნიშნავს, რომ განდეგილივით იცხოვრა და სამყაროს ყველა სიამოვნებაზე უარი თქვა. ის სიამოვნე ცხოვრებით, მაგრამ შენი გადაწყვეტილებების პატრონი თავად უნდა იყო. ნუ მისცემ ემოციებსა და წამიერ ფიქრებს უფლებას, რომ შენს ნაცვლად არასწორი გადაწყვეტილებები მიიღონ. ზოგჯერ მეც გავდივარ მეგობრებთან ერთად, შემიძლია ორი ჭიქა ღვინოს დავლიო, მაგრამ ეს ყოველთვის ჩემი გააზრებული გადაწყვეტილებაა და არა შინაგანი ცდუნების აყოლიება, რომელიც სადღაც არასწორი მიმართულებით მეკაჩება. ამას სისუსტის გამო რომ ვაკეთებდი, სიამოვნებასაც ვერ მივიღებდი და მეორე დღესვე ვინანებდი. ვიგრძნობდი, რომ ჩემს არს, ჩემს ფასეულებებს უღალატე. ამის გამო კი ჩემი წარმოდგენა საკუთარ თავზე სულ უფრო გაუარესდებოდა. არა და ადამიანი, ვისთანაც ყველაზე დიდ დროს ვატარებ, მე თვითონ ვარ და მე მჭირდება, რომ ეს ადამიანი იყოს ძლიერი და გადამწყვეტი. მჭირდება, რომ საკუთარ თავზე კარგი წარმოდგენა მქონდეს. ამისათვის კი საკუთარ თავისთვის მიცემული სიტყვა უნდა შევასრულო. ჩემს სიტყვას წონა უნდა გქონდეს. ხალხი ჩემს სახეს ხედავს, მაგრამ ღმერთი ჩემს გულს ხედავს. ჩემთვის მნიშვნელოვანია გულით ვიცოდე, რომ ვიმსახურებ ყველა იმ სიკეთეს, რაც ჩემს თავს ხდება. პატივი უნდა ვცეს ჩემს სიტყვას, ჩემს ბუნებას და ჩემს სულს. ანუ საკუთარი თავის პატივისცემაა გასაღები. კი, ყოველთვის. რასაც შენ თავზე ფიქრობ და რისი უნარიც გონია რომ გაქვს, ზუსტად იმასვე დაელოდები სხვებისგანაც. ამიტომ ყოველთვის მაღალი თამასა უნდა გქონდეს საკუთარ თავის მიმართ. რა თქმა უნდა, სულელი არ უნდა იყოს. სამყაროში არსებობს ბოროტება, არსებობენ ცუდი ადამიანები და ამას უნდა აცნობიერებდე. ასე რომ პირველ რიგში უნდა მიხედო საკუთარ თავს. ცვლილებები იწყება შიგნიდან. მონდომება და კიდევ ერთხელ მონდომება. თუ რამე არ გამოდის, გჯეროდეს რომ ოდესღაც გამოვა. გაიმეორე და კიდევ ერთხელ გაიმეორე, სანამ მაზოლებს არ დაიყრი და ნახავ ბოლოს ისეთ მელოდიას და უკრამ რომ ყველას გააოცებ. ვინ არის რეალურად გამარჯვებული? ის, ვინც ბევრჯერ დამარცხდა, მაგრამ არასდროს დანებებულა. ნუ შენ არასდროს აგიგია. ბევრჯერ წამიგია. ოფიციალურ ბრძოლებს გულისხმობ. ოფიციალურ გამარჯვებებამდე რომ ვისულიყავი, უამრავი წაგების გამოვლა მომიწია. კარიერის დასაწყისში მოყვარულებში ვაგებდი. მადლობა ღმერთს, პროფესიონალებში მარცხი ჯერ არ მიგემია და ყველაფერს ვაკეთებ იმისათვის, რომ ეს ასე დარჩეს. წაგების შემდეგ ყველაზე დიდ კილს მაშინ გრძნობ, როცა ხვდები, რომ მეტის გაკეთება შეგეძლო უფრო მაგრად გევარჯიშა, უკეთ მოგეხდინა ფოკუსირება, მაგრამ ყოფილა ისეც, რომ ბოლომდე დავხარჯულ ვარ, თუმცა მაინც არ გამოვიდა. უკან მოხედვისას ბევრჯერ მithქვია ჩემთვის, მადლობა ღმერთს, რომ მაშინ ყველაფერი სწორედ ასე მოხდა. მე ყოველთვის ვენდობი ღვთის გეგმას. ერთადერთი რაშიც უნდა ვიყო დარწმუნებული ისაა, რომ ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო. თუ დავიხარჯე 100%, თავს დამარცხებულად ვერ ვიგრძნობ. პირიქით, მეცოდინება, რომ ამ მოსახვევის იქით რაღაც უფრო მნიშვნელოვანი იმალება. ილია, ჩვენთვის დიდი პატივი იყო შენი მასპინძლობა. გილოცავ ყველა წარმატებას და ყოველივე საუკეთესოს გისურვებ როგორც კარიერაში, ასევე პირად ცხოვრებაში. დიდი მადლობა, ძალიან მე სიამოვნა. აი ესეთი მაგარი ბიჭი ყავს ილია თოფურია და ეს ვიდეო მე მგონი უნდა მოასმენინოთ სულ ყველას. არა მარტო მომოვალ თაობას ან იმ ადამიანებს, რომლებიც აპირებენ სპორტში რაღაცის მიღწევას. მოკლედ ყველას, ვისაც თავისი ცხოვრების წინ წაწევა ჭირდება და დიდი мотиваცია. ამაზე მე დღეს გადაცემას დავასრულებ. მომავალ შეხვედრამდე.